ახლა სომხეთის შიდა პოლიტიკურ თემებსაც შევეხოთ. სომხეთის ექს-პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა პრეს-კონფერენციაზე 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტები მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სომხეთს ამ შეთანხმებით არაფერი მიუღია. მისი შეფასებით 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადება, რომელმაც 44-დღიანი ომი დაასრულა, ვაშინგტონის დოკუმენტებთან შედარებით ოცნების დოკუმენტია, რადგან ის არცახის არსებობას მაინც გულისხმობდა. ქოჩარიანის თქმით, ვაშინგტონის შეთანხმებით სარგებელი მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და აზერბაიჯანმა მიიღეს. ვაშინგტონმა კონტროლი მომავალ სტრატეგიულ დერეფანზე, ხოლო ბაქომ სასურველი კორიდორი სომხეთის ტერიტორიაზე. ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერევანს შეეძლო მოეთხოვა, რომ ტრამპის გზა არა 42 კილომეტრ, არამედ გაცილებით გრძელი ყოფილიყო და ერასხამდე მისულიყო, რაც მისი აზრით პროექტში შეერთებული შტატების პასუხისმგებლობას გაზრდიდა. ქოჩარიანმა ტრამპის გზის პროექტი ძალიან სარისკოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ ირანი ამით კმაყოფილი არ არის. მისი თქმით, ამერიკელების გამოჩენა სომხეთ-ირანის საზღვარზე ერევნისთვის დამატებით რისკებს ქმნის. კითხვაზე გაუქმებდა თუ არა ის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ვაშინგტონის შეთანხმებებს, ქოჩარიანმა უპასუხა, რომ შეერთებული შტატები არ არის ქვეყანა, რომელთანაც დოკუმენტს ხელს მოაწერდა რამდენიმე თვეში გააუქმებდა.